საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ბრიფინგი გამართა ფრაქცია ქართული ოცნების პოლიტიკური ჯგუფების, ხალხის ძალის და ევროპელი სოციალისტების წევრების ერთობლივ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. კონსტიტუციური სარჩელი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 23 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევებს. უფრო მეც აღნიშნულ თემაზე თეონა მანაგვაძე გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება. თეონა, გისმენთ. ქართული ოცნება სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს, ეს არის ნაციონალური მოძრაობა, ახლები და ლელო. მართველი გუნდი ნაციონალურ მოძრაობას ედავება როგორც წარსულს, ასევე აწმოს. ახლებისა და ლელოს შემთხვევაში კი მათ ბრალსდებს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან კოორდინაციაში ისინი ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამდნენ. ქართული ოცნების სარჩელის შინაარსი დღეს წარადგინა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ მათ იხელმძღვანელეს ორი კრიტერიუმით იმის თაობაზე, თუ ვისი აკრძალვა უნდა მოეთხოვათ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. სპიკერის განმარტებით პირველი კითხვა დაისვა იმის თაობაზე, არსებობს თუ არა სამართლებრივი დაზუსტება და მტკიცებულება კონკრეტული პარტიის მხრიდან ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯებთან დაკავშირებით და მეორე შალვა პაპუაშვილის განცხადებით ეს კრიტერიუმი ეხებოდა იმას, ესა თუ ის პარტია კონკრეტული პარტია წარმოადგენს თუ არა რეალურ საფრთხეს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. დღეს შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა, ლელო და ახლები კმაყოფილებენ ამ სამივე კრიტერიუმს, ამ ორივე კრიტერიუმს შესაბამისად, როგორც სპიკერმა თქვა, ისინი მოითხოვენ სამივე პარტიის საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან აკრძალვას. ვინ არ აიკრძალება, ყოველ შემთხვევაში ვისი აკრძალვა არსოს ამ დრომდე, ამ ეტაპზე ქართულ ოცნებას, ასეთი არის გირჩი, ამ შემთხვევაში ზურაბ ჯაფარიძის პარტია, დროა, ფედერალისტები და ასევე სტრატეგია აღმაშენებელი. ამის თაობაზე საკუთარი განმარტება გააკეთა დღეს სპიკერმა. შალვა პაპუაშვილი ამბობს იმას, რომ ეს პარტიები არ წარმოადგენენ რეალურ საფრთხეს, ვინაიდან მისი განცხადებით მათ არ შეუძლიათ, მათ არ აქვთ პერსპექტივა საარჩევნო ბარიერის გადალახვის, ასევე ისინი არ არიან დიდი პარტიები და როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, ისინი წარმოადგენენ ერთკაციან პარტიებს. შესაბამისად, სპიკერი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მათ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი არ შევა. კიდევ ერთი პარტია, რომლის აკრძალვასაც ქართული ოცნება არ მოითხოვს, ეს არის გიორგი გახარიას პარტია. პარტია საქართველოსთვის შალვა პაპუაშვილმა ამის თაობაზეც გააკეთა განმარტებები და უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, რატომ არ აპირებს ქართული ოცნება ამ პარტიის აკრძალვის მოთხოვნას, მაშინ როდესაც მათთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში გიორგი გახარიას მიმართ არაერთი პოლიტიკური ბრალდება ჰქონდა ქართულ ოცნება. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ პარტიამ, როგორც მან თქვა, სამართლებრივად თავი დაიძრუინა იმის გათვალისწინებით, რომ მათ არ გაუწევიათ საბოტაჟი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მას თავის დროზე არ ჩახსნეს საარჩევნო სიები, უარი არ თქვეს სადებუტატო უფლებამოსილებაზე, ამ შემთხვევაში მანდატებზე და დღეს ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, შეწყვეტეს პოლიტიკური ბოიკოტი. შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ეს არის სამართლებრივი საფუძველი იმის, რომ მათი აკრძალვა არ მოითხოვონ. დღეს შალვა პაპუაშვილის ბრიფინგიდან ერთი დეტალი გახდა კიდევ ცნობილი, ეს ეხება იმას, რომ ქართული ოცნების საკონსტიტუციო სარჩელში არ იქნება კონკრეტული პირების ინდივიდების სია იმის თაობაზე, რომ მათ აეკრძალოთ პოლიტიკური საქმიანობა. ეს მაშინ, როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში, ბოლო დღეების განმავლობაში მართველი გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ ისინი მოითხოვდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან როგორც კონკრეტული პარტიების აკრძალვას, ასევე ინდივიდების აკრძალვას. დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ადამიანის უფლებების ხელყოფა გასცილდა ერთეულ შემთხვევების ფარგლებს და მიიღო სისტემური და სისტემატური ხასიათი. კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა წამების პრაქტიკის დანერგვით, კვლელობებისა და სხვაგვარი ძალადობის პრაქტიკის დანერგვით, პირთა უკანონო თვალთვალის, უკანონო მიყურადებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, აუდიო და ფოტომასალის უკანონო შექმნის, შენახვისა და გამოყენების პრაქტიკის დანერგვით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საკუთრების ან სხვა უფლების ხელმყოფი პრაქტიკის დანერგვით და ქონების გამოძალვისა და საკუთრების უფლების ხელყოფის პრაქტიკის დანერგვით. საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებიდან დღემდე საქართველოში ჩატარდა 9 მორიგი საყოველთაო არჩევნები. აღნიშნული არჩევნების შედეგებისა და ამ არჩევნების გზით არჩეული ორგანოების ან თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე მთელ რიგ შემთხვევაში უარი თქვეს და ამ გზით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არაერთი საბოტაჟი აწარმოეს
კონსტიტუციურ საცილში მითითებულმა არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს არჩევნები საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა. არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლებების არალეგიტიმურად შერაცხვის პირველი მცდელობა 2016 წელს დაფიქსირდა, 2018 წლიდან ამ მცდელობამ სისტემატური, ხოლო 2020 წლიდან კი სისტემური და უწყვეტი სახე შეიძინა. ამასთან დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადებას 2019-25 წლებში ერთვოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის. მთლიანობაში 6 უშუალო მცდელობა, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ ან ძალადობით შეცვლისკენ მიმართული საქმიანობა, რომელსაც არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები აწარმოებენ, ხანგრძლივი, სისტემური და აქტუალურია, რაც დღეს ამ მიზნით აქტუალურობასაც უტყუარად ცხადყოფს. ნაციონალურ მოძრაობამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩაიდინა არაერთი ქმედება და ამ მხრივ აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რამაც დააზიანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივა და ხელი შეუწყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებას. კულმინაცია იყო 2008 წლის აგვისტო, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად, რის შემდეგაც საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციას, რომლითაც აღიარა საკუთარი ქმედებებით ესკალაციის ახალ ღია და სრულმასშტაბიან საომარი მოქმედებების საფეხურზე გადაყვანა, რუსეთის სამხედრო ინტერვენციას კი საპასუხო იერიში უწოდა. ნაციონალურ მოძრაობამ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ქმედებების ჩადენა 2012 წლის შემდეგაც განაგრძო, რაც უკვე მჭიდროდ დაკავშირებულ სხვა არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად განახორციელა. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიზანი და მცდელობა. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კონფლიქტი მაქსიმალურ ნიშნულამდე გაემწვავებინათ. არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები დღემდე ცდილობენ საქართველოსა და რუსეთს შორის ვითარება გამწვავდეს იგივე ფორმითა და ხარისხით, რა ფორმითა და ხარისხითაც ამას 2008 წლის ომამდე ნაციონალური მოძრაობა ახორციელებდა. ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან სხვადასხვა საკითხთან მიმართებით უცხოეთიდან დაისაჯოს საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება, რათა საქართველოს მოქალაქეებში უკმაყოფილება დაგროვდეს, ისინი მათ მიერ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ და ეს პროცესები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მექანიზმად და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად იქნეს გამოყენებული. კერძოდ ეს ცდილობები მოიცავს ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებისა და შენარჩუნების საკითხისთვის საზიანო ქმედებებს. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით პოლიტიკური პარტიის აკრძალვისთვის მის არაკონსტიტუციურ იდეებთან და ქცევასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ პარტიას ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ რეალური საფრთხე შეუქმნას კონსტიტუციურ წყობილებას. ამ მხრივ განსაზღვრელია პარტიის ზომა, სტრუქტურული ორგანიზება, პოლიტიკური გავლენა. ამიტომ იმ პარტიების განსაზღვრისას, რომელთა აკრძალვასაც კონსტიტუციური სარჩელით ვითხოვთ, ვისარგებლეთ ორი მთავარი კრიტერიუმით. პირველი, რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება და მეორე, რამდენად უქმნის კონკრეტული არაკონსტიტუციური პარტია მისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას. შესაბამისად, ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნილია შემდეგი 3 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა, რომლებმაც საერთო მისწრაფებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ. ეს პარტიებია და წარმოგიდგენთ პარტიებს მათი პარტიების რეესტრში ოფიციალურად რეგისტრირებული დასახელების მიხედვით. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, ერთიანობა, ნაციონალური მოძრაობა. მეორე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი დროა. მესამე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, ძლიერი საქართველო, ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის.
ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან ჭიდრო დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა ელენე ხოშტარია, დროა და გირჩი მეტი თავისუფლება, რომლებიც სინამდვილეში კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას შემადგენლობაში არიან. თუმცა ფორმალურად დამოუკიდებელ პარტიებად არიან რეგისტრირებული. აგრეთვე კი ევროპას სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველოს მოძრაობა თავისუფლებისთვის, ფედერალისტური პარტია, საქართველოს რესპუბლიკური პარტია და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები. თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით, არსებითი გავლენა მათ შორის საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ. ამავე დროს ჩვენი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი არ იქნება არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც დღევანდელი მდგომარეობით რელევანტური იქნებოდა მხოლოდ პარტია ლელოს სახელით საკრებულოში გასულ 59 წევრთან დაკავშირებით. ამით უპირველეს ყოვლისა გსურს პატივიცეთ მათ ამომრჩევლებს და განსხვავებით თავად პარტია ლელოსგან, რომელმაც მისი ამორჩევლისგან მინიჭებული საპარლამენტო მანდატების მიღებაზე უარი თქვა, საკრებულოებში შევინარჩუნოთ ამორჩევლის მიერ გაცემული მანდატი. ორ კრიტერიუმს ეფუძნება ჩვენი მოთხოვნა. პირველი ეს არის არაკონსტიტუციურობის დასაბუთებულობა და მეორე არის თვითონ პარტიის რელევანტურობა. გახარია საქართველოს პარტიის შემთხვევაში მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა საბოტაჟი არჩევნების, თუმცა მათ იმ ნაბიჯით რომ თავის დროზე მანდატები შეინარჩუნეს და რამდენიმე დღის წინ კი განაცხადეს რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებენ და დღეს განაახლეს კიდევაც საქმიანობა, ამ მხრივ ასე ვთქვათ ამ არგუმენტისგანაც თავი გაითავისუფლა. საკონსტიტუციო სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენის და პროცესის დაწყების უფლებამოსილება აქვს მინიმუმ 30 დეპუტატს. შესაბამისად ამ დეპუტატების ხელმოწერები უნდა არსებობდეს ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. ხვალ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხდომა არის ჩანიშნული, სადაც მოხდება ამ ხელმოწერების დადასტურება და ნამდვილობის დადგენა. უკვე ამის შემდეგ პროცესი გაგრძელდება საკონსტიტუციო სასამართლოში. გულისხმობ იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურად წარედგინება უკვე ქართული ოცნების სარჩელი. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს 9 თვიანი ვადა ექნება იმისათვის, რომ სარჩელთან დაკავშირებით დაიწყოს პროცესი, მოусმინოს მხარებს და მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება. რაც შეეხება თავად სარჩელთან დაკავშირებით უნდა გითხრათ ერთი დეტალი. ქართული ოცნება განმარტავს, რომ ამ სარჩელის საფუძველი არის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. ისინი ამბობენ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა იყო მათი ერთ-ერთი დაპირება, რომელიც მიცეს ამომრჩეველს. დღეს ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა შალო პაპუაშვილმა თქვა, რომ ამ შემთხვევაში ისინი ხალხისთვის მიცემულ პირობას ასრულებენ, როდესაც მათ საპარლამენტო არჩევნებისას თქვეს, რომ ისინი ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას შეეცდებოდნენ. მადლობა, პირდაპირ ეთერში თეონა მანაგაძე საუბრობდა.